ჭიათურის თემურ მაღრაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის შეხვედრა გაიმართა. გარდამავალი ჩემპიონატის მერვე ტურში ჭიათურის საფეხბურთო გუნდმა ჭიათურამ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდს გაგრის გაგრას უმასპინძლა. ორივე გუნდი გამარჯვებისთვის და დაწინაურებისთვის იბრძოდა. პირველი ტაიმი რამდენიმე დაძაბული მომენტის მიუხედავად ანგარიშით 0-0 დასრულდა. მომზადებული და ხვდენ, კარგი ბიჭები არიან, ჩვენც ასევე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დღეს თამაში მოვიგოთ. სამი ქულისთვის ვართ ჩამოსული და უფლის წყალობით ის ვარჯიშზე რაც არის მომზადება და დღევანდელ თამაშისთვის მოსაგები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტრენერის დავალება შევასრულოთ პირნად. შეხვედრის მეორე ტაიმში ორივე გუნდის ფეხბურთელები გააქტიურდნენ და რამდენიმე საგოლე მომენტი შეიქმნა. ჭიათურას ფეხბურთელს ნიკოლოზ გაბაძეს მოწინააღმდეგის კარში ბურთის გატანის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა გაგრას გუნდის მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო. საბოლოო თამაში ფრედ 0-0 დასრულდა. ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა თამაში და ალბათ ლოგიკური შედეგი იყო ფრე. ორივეს ჰქონდა გასატანი მომენტები და სამწუხაროდ ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ვერც იმას. ორივე გუნდს ამა სტადიონმა გაუჭირვა ტექნიკური თამაში. და ტაქტიკურად ორივე გუნდმა სწორად ითამაშა. ძალიან კარგი ბრძოლა შემოგთავაზეს და ალბათ მაინც კმაყოფილები არ უნდა ვიყოთ ამ ქულით. მოსაგებად ჩამოვიდა, ყოველთვის მოსაგებად გავდივართ, მაგრამ ასეთ თამაში ცუდი იყო, რომელიმე გუნდს მოიგო. თანაბარი თამაში იყო და მორჩა მეგობრულად. აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდმა ჭიათურამ შეხვედრა 5 წამყვანი ფეხბურთელის გარეშე წარმართა. გარდამავალი ჩემპიონატის მერვე ტურის მონაცემებით ჭიათურის გუნდს 3 მოგება და 1 ფრე. ჯამში 7 ქულა აქვს. წინ ეროვნული ჩემპიონატის კიდევ 8 ტურია და ჭიათურას ლიდერთა შორის მოხვედრის რეალური პერსპექტივა აქვს. პირველ რიგში ბიჭებს გადავუხდი მადლობას, რავით, იბრძოლეს, დადეს ყველაფერი რაც შეეძლოთ. სამწუხაროდ შეგვეძლო მოგება და იყო, გამოუყენებელი მომენტები და ვერ გავიტანეთ, მაგრამ ფეხბურთია ხდება, ვფიქრობ, რომ ლოგიკური შედეგი იყო ფრე, გავითვალისწინებთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რაღაც ხარვეზები არის შემადგენლობასთან დაკავშირებით და იმედია შევივსებით და გამოვასწორებთ ცოტა თამაშს და შედეგსაც რა თქმა უნდა. ჭიათურის საფეხბურთო გუნდ ჭიათურას გულშემატკივრობდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი პატრიოტთა ალიანსიდან კონსტანტინე ქვარიანი. საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებს ვეთამაშებით, მაგრამ მონდომებულები არიან ჩვენი ფეხბურთელები. უსურვებ რა თქმა უნდა მოგებას, წარმატებას უსურვებ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ურთულეს პირობებში უწევთ ჩვენ ფეხბურთელებს დღესდღეობით, ჩვენ სპორტსმენებს. თუ ვარჯიში, თუ თამაში და უსურვებ წარმატებას და ჩემი გამარჯვების შემთხვევაში შევესწრები, რომ მათ მხარი დაუჭირო, შევესწრები აღვადგინოთ ეს სტადიონი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია და ძალიან დიდი სიყვარული აქვს ჩვენი ჭიათურლების ცხოვრებაში და არა მარტო ფეხბურთს, არამედ ყველა სპორტს უნდა დაუჭიროთ მხარი, რომ აღზარდოთ ჯანსაღი და ჯანმრთელი მომავალი თაობა. ჭიათურის ჭიათურა მომდევნო შეხვედრას თერჯოლაში გამართავს და თერჯოლის საპოვნელას შეხვდება. მიმდინარე სეზონში ჭიათურას მთავარი მიზანი მიღწეული შედეგების გაუმჯობესებაა.